რომელზედაც სტატისტიკურად მაყურებლისგან ყველაზე მეტი შეკითხვა მოგდის. გამარჯობა ექიმებო. მაინტერესებს იკურნება თუ არა სექსი სიამოვნებს, მაგრამ არ ვიცი, რასაც განვიცდი ორგაზმია თუ არა. სექსის დროს სიამოვნებას ვერ ვიღებ და ორგაზმი მაქვს მხოლოდ მასტურბაციისას. არ გათხოვილი, მაგრამ ორგაზმი არასდროს მქონია. ეს შეიძლება ჩემი მეუღლის ბრალი იყოს თუ ჩემი სექსის დროს პრობლემა. ვერ ვახერხებ კონცენტრირებას და ორგაზმამდე ვერასდროს მივდივარ. რით შეიძლება უშველო ამას? ეს თემა არის ანორგაზმია. ანუ მდგომარეობა, როდესაც ქალი სექსის დროს ან ვერ აღწევს ორგაზმს, ან ხშირად დამყარად უზნელდება ორგაზმის მიღწევა. ასეთი შეკითხვები რომ მოგდის არ მიკვირს, იმიტომ რომ ამ თემაზე ექიმთან პირადად საუბრის ბევრს ერიდება. ანონიმურად მოწერა კი უფრო მარტივია და ადვილია ამ შემთხვევაში აზრის ჩამოყალიბება და შეკითხვის გადმოცემა. დღეს ჩვენ ანორგაზმიასთან დაკავშირებულ თქვენ ყველა იმ შეკითხვას უპასუხებთ, რომლის ხმამაღლა დასმაც გერიდებათ. პირველ რიგში ის უნდა ვთქვათ, რომ არ უნდა მოგერიდოთ ამ თემაზე საუბარი. დაუშვებელია სექსუალურ პარტნიორთან კომუნიკაციის ნაკლებობა. ძალიან ბევრ ქალს ცხენია ანორგაზმიის გამო ექიმთან მისვლა. სინამდვილეში კი ეს პრობლემა აუცილებლად მოსაგვარებელია. როდესაც ანორგაზმიაზე საუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ არსებობს მისი რამოდენიმე ნაირსახეობა. პირველი არის, როდესაც ქალს ცხოვრებაში არასოდეს ქონია ორგაზმი და ასეთი ქალების რიცხვი არც თუ ისე მცირეა. სტატისტიკურად ქალების 10% სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება. და სავარაუდოდ მათი უმეტესობა სამწუხაროდ ორგაზმს აყალბებს, რომ პარტნიორს თავი უხერხულად არ აგზნობინოს. არადაჯობს რომ ამ თემაზე გახსნილი საუბრით და საერთოდ ძალისხმევით პრობლემის მოგვარებას შეეცადოთ. ნინოს დაწყებული თემა რომ გავაგრძელოთ, ანორგაზმიის კიდევ ერთი ნაირსახეობაა შეძენილი ანორგაზმია, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალს წარსულში ჰქონდა ორგაზმი, მაგრამ ახლა ამის მიღწევას ვეღარ ახერხებს. ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზი შეიძლება იყოს ენდოკრინული აშლილობა, შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა არსებობს კიდევ ერთი ძალიან გავრცელებული პრობლემა, რის გამოც ქალს ორგაზმის მიღწევა უჭირს. ეს არის კონცენტრაციის ნაკლებობა. ძალიან ხშირად სექსის დროს ქალები ფიქრობენ ძალიან ბევრ პრობლემებზე, საყოფაცხოვრებო პრობლემებზე მათ შორის და ვერ ახერხებენ კონცენტრირებას და სიამოვნების მიღებას. მოკლედ ანორგაზმია არის პრობლემა, რომელიც მოდის აქედან. ჩვენ შევეცდებით ამ პრობლემის დასაძლევად სასარგებლო რჩევები მოგცეთ. სტუმარი უნდა დაგვეხმაროს ამ ყველაფერში. მაშასე მიესალმეთ ექიმი სექსოლოგი, კლინიკა N Medicine სექსოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ მაშანია. აუცილებლად ჩვენ მოგთავაზებთ გახმაროს წყალს, ვისაუბროთ ბატონო ზურაბ იმ თემაზე, რასაც ქვია ანორგაზმია ქალებში და რატომ არის ეს ესეთი აქტუალური პრობლემა დღეს ჩვენს ქვეყანაში. აქტუალური ანორგაზმიის პრობლემა იმიტომ არის, რომ ანორგაზმია არის ყველაზე უფრო ხშირი სექსუალური დისფუნქცია ქალებში. 50%-ზე მეტი ქალი ყოველ შემთხვევაში საქართველოში შეპყრობილი არის ანორგაზმით. და ეს რა დავაშავეთ ამისთან 50%? ძალიან ბევრი მიზეზი არის აქ ჩარეული და ეს ყველაფერი ლაპარაკი არის კოიტალურ ორგაზმებზე, ანუ ორგაზმი, რომელსაც ქალი აღწევს მამაკაცის ასოს საშოში შეყვანის შემდეგ. არის კიდევ ორგაზმი ექსტრაკოიტალური, რომელსაც ქალი აღწევს ან მასტურბაციით, ან კიდევ მამაკაცის მიერ კლიტორის ან საშოს სტიმულირებით. და როდესაც არის ექსტრაკოიტალური და არ არის კოიტალური ორგაზმი, არა ეს მაინც ანორგაზმია თითლება. შეძენილი ანორგაზმია ყველაზე ხშირი არის მშობიარობის მერე, როდესაც ფიზიოლოგიურად პროლაქტინის დონე მატულობს, მეძუძურ ქალს პროლაქტინი ხო უნდა მოემატოს, რომ რძე გამოიმუშაოს ბავშვის გამოსაკვებად. და მერე ეს იწვევს ჰიპერპროლაქტინემიას, სისხლში პროლაქტინის დონის მომატებას, რომელიც არის უშუალო მიზეზი, როგორც ლიბიდოს დაქვეითებისა, ანორგაზმისა და ცუდი ის არის, რომ მერე პროლაქტინი ნორმაზე ჩამოდის, მაგრამ ანორგაზმი არ რჩება. პრობლემა კიდევ ის არის, რომ სამკურნალოთაც საკმაოდ რთულია. ძალიან შეგვეშინდა უკვე 50%-დან დაწყებული არასწორი მიმართვიანობით დამთავრებული პირველი რჩევა მივცეთ ჩვენს მაყურებელ ქალბატონებს. როდის უნდა გადაწყვიტოს, რომ მიდის ექიმთან? ბევრმა ქალმა საქართველოში საერთოდ ისიც არ იცის ორგაზმი რა არის და ორგაზმი რო უნდა იყოს სექსის დროს, ისიც არ იცის. ეს იყო ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც მაყურებელს დაგვიშვა. მე მინდა თქვენ გთხოვოთ, რომ აუხსნათ ქალბატონებს რა არის ორგაზმი, რა მექანიზმია, რა უნდა იყოს. აი ერთ-ერთი მაყურებლის შეკითხვა იყო, რომელიც საერთოდ არ იცის რა არის ორგაზმი. ორგაზმი, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში, ეს არის ნეტარების, ანუ სიამოვნების შეგრძნება, რომლითაც ბუნებამ დააჯილდოვა ადამიანი იმისათვის, რომ მოტივირებული იყოს სქესობრივი ცხოვრება შემდგომი გამრავლებისათვის. ეს არის კულმინაციური წერტილი სქესობრივი აქტისა.
საერთოდ სექსოლოგია დახუნძლულია მავნე ბოროტი მითებით. ერთ-ერთი მითი ის არის, რომ სრულიადაც არ არის საჭირო, რომ ქალს ჰქონდეს ორგაზმი. იმშობიარებს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ და მეხუთე მშობიარობის მერე დაიწყებს ორგაზმების განცდას. რა არის? ეს ბოდოა, მე მგონი მითი კი. არა, ბოდვა შეიძლება არ არის, მაგრამ სადიზმი ნამდვილად არის. ნამდვილად სადიზმია. რა თქმა უნდა, საზოგადოება მთლიანად არის ამაში გარკვეულწილად დამნაშავე, პირდაპირ შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ არის მიდგომა, რომ ქორწინებაში ქალთა შეიძლება მამაკაც შევიდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქალი ქალწულია. და ამიტომ მივიღეთ 30, 40, 50 გადაცილებული ქალები, რომელსაც არასდროს არათუ ორგაზმი, არათუ სქესობრივი კონტაქტიც კი არ ქონიათ არასდროს. ეს არ არის მარტო სამედიცინო პრობლემა, ალბათ სოციალური პრობლემა არის, ყველაფერი ალბათ დამეთანხმება. აუცილებლად და მით უფრო აუცილებელი არის თავის დროზე სპეციალიზირებული დახმარების გაწევა. მე წარმოვადგენ კლინიკა ENMED-ის, ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრს და სექსოლოგი ამას ყველაფერს ხელმძღვანელობს, მკურნალობს, მაგრამ მომიჯნავე სპეციალობის ექიმებთან მჭიდრო კონტაქტის პირობებში. ჩვენ შეგვიძლია ადამიანებს უთხრათ, რომ ორგაზმი არ ტეხავს, არც ქალისთვის და არც კაცისთვის. თავარია მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ არ გვაქვს ორგაზმი, მივდივართ ექიმთან. რეკლამის შემდეგ ექიმებში. გაიგეთ როგორ ხდება დაკარგული კბილის შეცვლა. როდესაც მოვიცვალებ კბილები, წინათვლისაცად ორი ჩამომივიდეთ. მიშო სულუხიას ღიმილის საიდუმლო ექიმებში. შესანიშნავი ღიმილი გაქვს. პატარა მაყურებლის სახალისო შეკითხვა. რატომ ეხება თაბრო? და თავბრუ დახვეული ექიმები. ჰუმანიტი წარმოგიდგენთ გადაცემას